ახალციხეში კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა. პროგრამა მომავლის თაობის ფარგლებში ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. პროექტში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით 9 სამოქალაქო კლუბმა მიიღო. მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს კატასტროფების შემცირების გზებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნეს. ნაჩვენები იყო ის ტერიტორიებიც, რომლებიც კატასტროფების შედეგად დაზიანდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამგეობის წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს დაზიანებული კერების აღდგენის გზები გააცნეს. კატასტროფების შემცირების დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჰქონდა ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე არსებული მეწყერი, რომელიც უქმნის მოსახლეობას დიდ პრობლემებს. პრეზენტაციამ გამოიწვია მოწონება, ამიტომ გვაქვს იმედი, რომ მოგვარდება ეს პრობლემა. სამცხე-ჯავახეთში და ახალციხეში პირველად სტარდება ეს საერთაშორისო დღე, კატასტროფების შემცირების დღე. მოწვეული ყავდნენ ექსპერტები, სპეციალისტები, გამგეობიდან წარმომადგენლები, მათ შეაფასეს მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო იყო ამ ახალგაზრდების შეიძლება ითქვას, მათ მიერ გაკეთებული დღევანდელი პრეზენტაციები მივესალმებით, რა თქმა უნდა, ასეთ ახალგაზრდებთან ასეთ მუშაობას, რომლებიც დაინტერესებული არიან თავიანთი გარემოთვის, თავიანთი საცხოვრისი გარემოს გაუმჯობესებისთვის.